ამიერკავკასიაში პირველი აკრედიტებული ხარისხის ლაბორატორია გაიხსნა თბილისში. ლაბორატორია საკვებ პროდუქტებსა და სათესლე სარგავ მასალაში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობას გამოიკვლევს და შესაბამის დოკუმენტს გასცემს, რომლის მიხედვითაც გენმოდიფიცირებული პროდუქტის შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მისი შემადგენლობა პროდუქციის ეტიკეტზე იქნება აღნიშნული. ახლად გახსნილ ლაბორატორიაში განთავსებულია ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევების განყოფილებებიც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჩვენ ისეთ რომ 2013 წელს მოვაწერეთ ხელი ევროკავშირის გასწირების ხელშეკრულების პარაფირებას და შესაბამისად 2014 წლიდან აქ თავისუფალი ვაჭრობა საშუალება ეხება ევროპასთან და ამ კონტექსტში სწორედ იქნება უნიშნელოვანესი საქართველოში წარმოებული საექსპორტო პროდუქციის ხარისხის და შემადგენლობის კონტროლი. ვერ მოხდება პრაქტიკაში ყველა შემოტანილი პროდუქციის და პროდუქტის შემოწმება. ეს არის დაკავშირებული ძალიან დიდ ხარჯებთან და ძალიან დიდ დროსთან. მაგრამ რა თქმა უნდა შერჩევითი კონტროლი საჭირო იქნება და შესაძლოა ლაბორატორიის მეშვეობით ხდება ეს შერჩევითი კონტროლი. სათვალთვალო უკვე ლაბორატორიამ რომ დავიწყოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოწმება, ანალიზი, როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისობრივ რეჟიმში და მათი ათვისება. მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 1 წელია ლაბორატორიამ დაიწყო სხვადასხვა აქტივობა, რაც გამოიხატებოდა როგორც კვალიფიციური კადრების გადამზადებაში, რომელიც დღესდღეობით ლაბორატორიაში ფუნქციონირებს, ასევე ჩვენ ევროპულ პარტნიორებთან ერთად გარკვეული ახალი ნოვატორული იდეების დანერგვაში.